მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეზე დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი. მათ შორის არის ახალციხის, პატარა პამაჯის და ახალქალაქის საბავშვო ბაღებიც. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში. აქ წესით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი უნდა იყოს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამდა ახალციხის ნომერ 1 ბაღაბაღისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. თუმცა არც ერთი პროექტი არ შესრულებულა. რამოდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები პროკურატურამ სავარაუდო კორუფციის ფაქტზე დააკავა. ახალციხის სოფელ პატარა პამაჯში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციისთვის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2023 წელს დაიდო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაახლოებით 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. მოშალეს საბავშვო ბაღის სახურავი, კარფანჯრები. ძველი ანალიზისგან გაასუფთავეს კედლები, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა და ამ დრომდე არ გაგრძელებულა. უკვე მეორე წელია შენობა ასეთ მდგომარეობაშია. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მოლოდინში პატარა პამაჯის ნაწილს ბავშვები ქალაქ ვალეში დაჰყავთ. გიღო ჩიგდემ երևի 2 տարի է արդեն չկա, քանդել են շենքը, որ նորոգ են, վալե են գնում երեխաները մանկապարտեզ։ Իսկ քանի կիլոմետր է այստեղից վալե? Մոտավորապես։ Չգիտեմ, 6 կիլոմետրից վալե։ Հետո է դժվար է, տրանսպորտ չկա, յուրաքանչյուր ծանող իր տրանսպորտով պետք է տանի։ Էդ էլ է բարդություն։ ამ სოფლის საბავშვო ბაღი იმ 30 ბაღს შორისაა, რომელთა გამოც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გამოძიება დაიწყო. ამავე წყაროს ცნობით ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს ლაგი კაპიტალს დასაბუთების გარეშე მისცა ავანსი. შედეგად კი ფინანსთა სამინისტროს თქმით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს ცნობით ასევე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალსის ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ბრალად 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. რა მოხდა? დავიწყოთ ეტაპობრივად. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის ნომერ 1 და პამაჯის ბაღის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის საჭირო სახარჯ-თაღრიცხვა დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2023 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1.8 მილიონ ლარი იყო. კონკურსში მხოლოდ შპს ლაგი კაპიტალმა მიიღო მონაწილეობა. გაიმარჯვა და ხელშეკრულება იმავე წლის 19 დეკემბერს დაიდო. თუმცა 2025 წლის 17 აპრილით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფონდმა კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. 9 მილიონამდე ლარი დააჯარიმა და შავ სიაში შეიყვანა. გასცა თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ შესყიდვაზეც წინასწარ ავანსი მითითებული არ არის. გარდა ამისა, კომპანიამ იგივე დროს, იგივე თანხაზე მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მიიღო ახალქალაქშიც, სადაც ქალაქ ახალქალაქის ნომერ 3 საბავშვო ბაღი უნდა გაერემონტებინა. თუმცა ზემოთხსენებული შესყიდვების მსგავსად, კომპანიამ არც ეს ვალდებულება შეასრულა. შედეგად ხელშეკრულება შეუწყვიტეს 800.000-მდე ლარი დააჯარიმეს და შავ სიაში შეიყვანეს. გადაიხადა თუ არა კომპანიამ ჯარიმები. აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მუნიციპალური განვითარების ფონდს კომპანიაზე წინასწარი ავანსით 180.000-მდე ლარი ჰქონდა გადახდილი. რა ხდება ახლა? რა ბედი ეწია საბავშვო ბაღებს? ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული მუნიციპალური განვითარების ფონდში უნდა მოვიკითხოთ. ახალქალაქის მერიაში კი ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მიგვემართა.
ჩვენ უწყებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილი უკვე გავუგზავნეთ. ჩვენ ზარებს არ პასუხობენ არც კომპანიაში. ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ამ ეტაპზე პატარა პამაჯიდან ვალეში 7 ბავშვი დადის. მათ ტრანსპორტი არ ემსახურებათ. ჯამში კომპანიასა და ფონდს შორის დაწყებული საქმე 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ეხება. რაც შეეხება კომპანიას, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2015 წელს დაფუძნდა. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ირაკლი ზაქრუას ცოლისმას ეკუთვნოდა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.